იქიდან გამომდინარე, რომ ინტერესი დიდი იყო პანამური სამზარეულოსი, გადავწყვიტეთ, რომ ტური აგვეღო და ისე გვეჩვენებინა თუ რას ნიშნავს პანამური სამზარეულო და რა კერძებს ამზადებდნენ. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ეხა ფეხით მოგვიწევდა სიარო. გვეგონა, რომ პირდაპირ რესტორანში დავჯდებოდით, მაგრამ ჯერ მივდივართ თევზის ბაზარში, რომელიც არის მთავარი თევზის ბაზარი ქალაქში და მერე მივდივართ იქიდან ზოგად ბაზარში, სადაც ბოსტნეული და ხორცი იყიდება, უნდა ვიყიდოთ ახალი პროდუქტები, რითიც მოვამზადებთ საჭმელებს და იყავით ჩვენთან ერთად. ძალიან გაგვიმართლა, რომ ეხლა არის ღრუბელი და არ არის პირდაპირ მზე, თორე არ ვარ დარწმუნებული, რომ ან ერთი ან მეორე არ გადავიფიქრებდი. ეხლა ხო, იმიტომ რომ ღრუბელი გვაქვს. ქუჩაზე იყიდება ჩინეთიდან ჩამოტანილი ყველაფერი, ძაფები, საახალწლო ნათურები, რა ვიცი, შევფუთვები. სხვადასხვა ჩინელების არის მოკლედ ეს ქუჩა. როგორც გითხრას, ცენტრალურ ამერიკაში ყველაზე დიდი, კეთილმოწყობილი და სუფთა ბაზარია სან-ფელიპეს ბაზარი და ვნახოთ. ეხლა ვართ იმ ნაწილში, სადაც საჭმელს ამზადებენ, ფონდას ტიპი არის, ანუ სასადილო და ბევრი ადგილობრივი არის აქ, ვინც აი ჭამს, როგორც ჩანს, ფასებით ხელმისაწვდომია. ძალიან ცხელა გარეთ და ჩვენ ტაქსს დავიდეთ ხო უკან რესტორანში. რამე გამაგრილებელი დავდიოთ. რა მაგარია, ჩვენ პირველად ვართ აქ და ვაიმე რამხელა არჩევანია თან ნახე. მოდი ამ კვირისთვის ჩვენი სახის პროდუქტები აქ ვიყიდოთ. You want to eat good tamale, you need to prepare good chicken. By the way, guys, every recipe we go to prepare today, the owner of the restaurant is going to send you your email, okay? Okay. So the idea in the market is for you know the product, the vegetable we are using to prepare. And these recipes are traditional Panamanian recipes? Traditional. ეს ჩვენი ძირითადი კერძი იქნება, ეგრეთ წოდებული ტამალე. და რომლის მთავარი ინგრედიენტი არის ქათამი. ეს ქათამი უკვე დამარინადებული პანამურ სუნელებში დავტოვეთ რესტორანში და ეხლა ვყიდულობთ ბოსტნეულს ტამალესთვის. შევალილია, რა საინტერესოსუნია. ერთი ცალი ეს ღირს 75 ცენტი. ალბათონი 50 წელია ამ ბაზარში მუშაობს და კიდის ხილბასთან. ეხლა უკვე სახლში დასვისროა. აი ჩვენც ვიხმართ ქინძს აქ. მაგრამ სხვანაირი ქინძი აქვთ. სუნი იგივე აქვთ, რაც ჩვენ ქინძს, მაგრამ ვიზუალურად საერთოდ სხვა არის. არომატი იგივე აქვს, არა თითქმის. ეს არის პანამური პამიდორი, რომელიც არის ხილი და ეს არ იჭმევა, იმიტომ რომ მწარეა, აი ესე უნდა გაკეთოთ და არის წვენი ძალიან გემრიელი. მე და გუგამ ეს ბოკეტეში გავსინჯეთ და ძალიან გემრიელი იყო და ამ ბაზარში რო წამავალთ, ვიყიდით და მე სახლში დავაგემოვნოთ და გაგიზიარებთ ჩვენ შთაბეჭდილებებს. 1 კილო ღირს $1.50. მე მგონი ნორმალური ფასია. იგი ჩვენმა ტურის ოპერატორმა თუ გიდმა გუგას ძლიერი ხარო და შეტენა პარკები. This is the masa. The masa is grain corn, dry. Okay. And we need the grain the masa for having this masa. ამის This masa პასაკეთება. is we need the ხა მეგობრებო, ისეთ სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნით, სასაცილო კი არა. სასიამოვნო რა დაგველოდეთ რესტორანში რომ მივალდეთ ცოტა გავგრილდებით მოგიყვებით. ეხლა წვენი არის რომელიც კეთება ლიმონისგან, passion fruit-ი მარაკუიასგან, პაპაიასგან და რაღაც სპეციალური მომზადების წესი აქვს. გუგამ აირჩია მარაკუია, მე ავირჩია ნანსე. ნანსე არის რაღაცა ყემალი ალუჩას მსგავსი, მაგრამ არ არის მსგავსი, თან უფრო ტკბილია და მოკლედ დავაგემოვნოთ. ტკბილია და იცი რა შევადარებდი ამას გემოთი ფეიქოლას გავს. გუგ მოგეწონა? კი.
ხო, საერთოდ ხელოსნების ოჯახში ჩვენ შაქარს არ ვყრით, არც ყავაში, არც შაიში და ვცდილობთ რა არც გვიყვარს, ხო, არ გვიყვარს უფრო ვიდრე რა თავს ვიყავ სახლში არ გვაქვს საერთოდ შაქარი, რომ დავგვწირდეს არ გვაქვს. ხანდახან მინდა ხოლმე რომ ვაზაში ჩავყარო წყალში რომ ყვავილებს დიდხან შეუნარჩუნოს ისესხე, მაგრამ არ გვაქვს ხოლმე და ხან ჩაფსხმარობ და ხან მეიპლ სიროფს და ხან რას და ხან რას. წავედით ახლა ბაზარში. აქ სხვათა შორის საქართველოზე ბევრად მძიმე სიტუაცია. ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე პოლიციას უწევს ხოლმე რომ გააჩეროს მანქანები რომ გადაიყვანოს ხალხი. წავალ და მოვალ. აი მაგალითად შრიმფები $4 კილოს ფასი არის ეს. უფრო დიდი ზომის $7. ჩვენ ახლა ვყიდულობთ პანამაში ყველაზე გავრცელებულ თევზს ყორვინას, აი შეხედეთ რასაც გვიწონიან მაგას ვყიდულობთ. და მაგის ფასი არის კილო $3. ძალიან მიყვარს აი ეს ბაზრის კულტურა და რამდენჯერაც სადმე სამოგზაუროდ ყოფილვარ. ნუ ყოველთვის არა, მაგრამ ვცდილობ ხოლმე რომ ადგილობრივ ბაზარში წავიდე და იქ ვიყიდო რაღაცეები და მე როგორც წესი იქვე ამზადებენ ხოლმე და ძალიან გული მწყდება რომ თბილისში ეს ბაზრის კულტურა რაღაცნაირად აღარ არის, იმიტომ რომ აი სულ სხვანაირია ქუთაისის ბაზარი, თელავის ბაზარი, ზესტაფონის ბაზარი, აი რაღაცნაირად შენარჩუნებულია ეს ავთენტურობა და ძალიან მომწონს ეს გამყიდველები ერთმანეთს რო იცნობენ და ლამაზია რაღაცნაირად და გული მწყდება რომ თბილისის ყველა ისტორიული ბაზარი დღეს არაფუნქციონირებადია და სხვა რაღაცეები გაიხსნა მაგ ადგილას, იმიტომ რომ ქალაქის ერთ-ერთი მახასიათებელი და ასევე სუბკულტურის კარგად აღსაქმელი და გასაგები სიტუაცია არის ხოლმე ყოველთვის ბაზარში. ხოლმე რესტორანში ნორმალური ტემპერატურა იყო, ძალიან სიცივე არ იყო. ხო. მოკლედ ჩვენ ტაქსით გავიფარეთ როგორც ოროსანი სკოლის მოსწავლეები, მაგრამ გავაფრთხილეთ ჩვენი ჯგუფი, სულ 8 ადამიანი ვართ. აი ესეთი საყვარელი რესტორანის სასადილოა პანამური ნაციონალური კერძების და აი აქ მოვამზადებთ ჩვენ კერძებს. საერთოდ შორის ძალიან კარგი ხალხია, აღმოჩნდა რომ მე დამრჩა საფულე სახლში. შესაბამისად არ ვქონდა ქეში, იმიტომ რომ უკვე მარტო ბარათები ქონდა წამოღებული და აქ ვთხოვეთ და ტაქსისთვის მოგცეს $5 და მე ბარათით გადავუხდით. თითქოს არაფერი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ჟესტია, რადგან პანამაში როგორც წესი ესეთი რაღაცეები უჩვეულოა და არ ხდება ხოლმე. აი ნახეთ აქ უკვე როგორც ჩანს ინგრედიენტები არის გამზადებული, დაჭრილი და ყველა წყვილს გვექნება ჩვენი ინდივიდუალური გასხურა. ძალიან ბედნიერია თუ ვერ იტანს ხალხსაცმანის გარეშე თუ ამზადებს ვინმე საჭმელს, რა თქმა უნდა, ჩემ გარდა. ჩვენ გარდა ამ ტურში არის კიდე 2 ოჯახი და ასე აღმოჩნდა, რომ ერთი ოჯახი არის წარმოშობით რუსი, ოღონდ საქართველოში ცხოვრობდნენ 1960 წლამდე 1 საუკუნე და მეტი. 1960 წელს სან-ფრანცისკოში წავიდნენ იმიგრაციაში, მოკლედ ქართული წარმოშობის ერთი ოჯახი ყავს. და მეორე ოჯახი რომელიც ამ ტურში მონაწილეობს გვითხრეს რომ იცითო აქ ქართული რესტორანი არისო თქვენო ნამყოფები ხართ რადგან ქართველები ხართ და აღმოჩნდა რომ ჩვენი ძალიან ხშირი სტუმრები არიან და იზებიან ლამროზე და მოკლედ ძალიან გაგვიხარდა. აჩიოტეს ზეთში წვავთ ქათამს და კიდევ დამატებული აქვს გამხმარი ქინძი, მარილი, ბევრი შავი წიწაკა და ვნახოთ როგორი იქნება. For the fish, just got in line. მოდი ამას გავყობ, რომ ძალიან გრძელები არ გამოვიდეს და ისე დავჭრიო, აი. When you got the old fish, ძალიან ახალი თევზია და თევზის სუნი კი არა, ზოგადად რა შემაწუხებელი სუნით ვცემს ხოლმე. აქვს სასიამოვნო მსუბუქი ზღვის წყლის სუნი. გცემს ახლა სუნი საერთოდ. სევიშასთვის უნდა დავჭრო, ანუ ძალიან
დავწერო სადამაში? ხო. აი მაგ. ამოვურიო შენი აზრით? თუ და და გაიშვი. ხო, მართალია. გინდა შენ ამოვურიო? ჩვენ ალკოჰოლს არ ვცემ და გუგას როგორი მარაკუიას ჯუსი მოუტანეს. უნდა გეგონოს რომ კოქტეილია, მაგრამ არ არის. ქათმის მაგირად უყვერცხის თქმა. ორეგანო დავემატეთ, შავი წიწაკა დავამატეთ, ამალეს ტკბილი წიწაკა, ბულგარული წიწაკები და ზეთი და მოკლედ ახლა თუშავთ და ხახუთ. დღეს კაი ჩანსავდი ყვება გამოგვივა თავის სეირნობით. მომიტანეს გუგასნაირი მარაკუიას გაგვიმარჯოს. ისეთი ჩანსავები ვიყოთ, როგორც ეს წვენია, სხვათა შორის საანგარიშო წვენია. ჩახახფილს გაქვს? ხო. ჩვენ სოუსას ვიძახთ ხოლმე სოფარიც. მე არ მიყვარს ეგ უბრალოდ და არ ვჭამდი და მაგიდა, მაგრამ ახლა ამას შევჭამ. ბავშვობაში არ მიყვარდა, რაღაც უცნაურად გამოიყურებოდა და მაგიდა. მარტივი გასაკეთებელია ძალიან სხვათა შორის. აი როგორც ჩვენთან არის ქართული სალათა, ყველა სუფრაზე. Okay. And pepper. წიწაკა დავამატეთ, შავი და მარილი. და ამოურავთ. ესე იგი, გვაქვს ცივი სტარტერი, სიბასის, ხახვით, ნივრით, ლიმონით, ქინძით, წიწაკით და მარილით. სულ ეს არის. რეგონათ რომ შენ არ მოჭმევდი. გაუყავიო ადამიანი მოვიდა რომ გაუყავიო. გაატარეს პლანტინი, აი ეს პომობანანო ტიპი რო არის, გაატარეს და მასა ქვია ამ კერც ამისან რასაც მომზადებენ, ბუნებრივად გლუტენ ფრია, აი ესეთი რაღაცა ბილი მასაა და ამას მე მგონი ახლა შეწვავს. ცხელია ეყავა. არ წაიღოთ, პური უნდა. აჰა, წაიღოთ. აი არა. Sousია, ხო. Very tasty. გაკრავს ეს ქართული გემოები, ქინძი რო აქვს და რა ტომატი და რაღაც არა, რაღაც აი სახში მომზადებულ სადილს გავს. სოუს, რასაც ვიძახით. რიგარი. რიგარი. ნახოთ ქათამი როგორი იქნება, მაგრამ ქათამი ამაშია გაკეთებული, ან ქათამსაც ეგეთი გემო იქნება. გემრიელი იქნება. დესერტი სუნი გვცემს, მაგრამ ჯერ სტარტერითაც არ დაგვიწყია, ამიტომ 2x არ შეუძლია. შილებენ საჭმელი მოგიტან ბაჭა. იმედია ღირდა ოდნავ. ცევიშა უეჭველი გემრიელი იქნება, ხო? და ეს მგონია რომ დესერტიც კარგი იქნება. ისეთი სუნი დაატრიალა. არის ჩვენი დესერტი. ფეთოლში უნდა გავახვიო, ხა ნახეთ ამ ხელფეთოლია. ჩემ თავზე ორჯერ გძელი არის მინიმუმ, თუ სამჯერ, 2.5-ჯერ. მე მწვანე ძაფია ვირჩიე. შენ თეთრი? აი გუგას ინახეთ რა ლამაზია. After cooking tamale, we will start eating. Eating the tamale? No, I mean starter, ceviche. Yeah, the first is ceviche and carimañola cassava. Okay. The last one is This. This. Okay. So we need the serving. Remember, you made the carimañola Yes. and ceviche. So Yes. you need to eat and after this. Yes. Where go you go? I'm out of the This is last dish. Which we are Just cooking. the last. Yeah. One more. Time for it. ეხლა რო აღარ ჩამოვხედავ შეფი, მე ამ ქათამს შევჭამ.
ჩია. ეს ხო იჭმება უკვე, ხო უნდა შეიწვეს არამე. მოხარშავენ, ჩვენ გარეშე ვარ. გავხსნათ. მერე ესე უნდა კიდე. მაინც ჩაურმესავით გამოდის, ხო? უნდა გავამართკუთხედად, ხო? სტარტერი შემოდის უკვე, ესე. ზევიშე მოგვიტან. სადა ჩემი ტამალე. Look for the water is good, not go inside. ვასი და ეხლა უკვე არის ჭამის დრო. ყველაფერს მოგვიტანენ მაგიდასთან. გამიხსნია მას? წინსაფრებით არ აღჭირდა. ოიმე წელი მეტყიდა შენ. ამას ქვია ჯუკა. და გარედან რასაც ხედავთ, ეს არის ბანანის ბიძაშვილის განდამზადებული და შიგნით არის ქათამი. და ეს არის რაღაც საწებელა, აი ჩვენ როგორი საწებელას გვაქვს ეგეთი. We have Georgian restaurant here in Kaskaviejo, so you can ამას რამდენზე შეაფასებდი შენ? შენ არ ჩანხარ რა, ტოგოწია. სოუსი არ უხდება უბრალოდ. სოუსი მეც არ მომეწონა. სომი კარგია იმის გათვალისწინებით, რომ ქვილისგან საერთოდ არ არის დამზადებული. არ ვიცი, არა, წესით ქათამი აქვს. არა. აი თვითონ ეს არა, ბანანია ეს. ის ფლიანად მოგვიტანეს დიდი ხნის ნანატრისევიშა, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს ხის თებში ძალიან უხდება. ეს არის პლანტენი და ეს არის ჩვენი გაკეთებული სიბასის სევიშა. ნახოთ აბა. ძალიან კაია. ვისაც იყვართ ცივი, შავე და ეს ფრეშ გაზაფხულის გამოები, ეს კერძი თქვენთვის არის. ჩემი ყველაზე ლამაზად გამოიყურება. აი ისა ლამაზად. ის გემო ხო? So different from Mexico as well, yeah. Yeah, absolutely. Yeah, like so much more moist. Bigger. I like it. ცოტა ზედმეტი ფანდარი რომ მოგივიდეთ ეგეთია რა. But would we ever make this? No, never. გუშინ Maybe if it was all of us. I mean, maybe if the corn was already ground, you know, like შენთვის არ ვიცი. კარგია. But you had to make the chicken ძალიან too. შია, მაგრამ ვერ შევჭამ. And then mix the chicken with the corn and then grind that. გუგა შევიდა შეხვედრაზე და მე დავაგემოვნებ დესერტს, რომელიც იქ ვერ მოვასწარით, ამ გაგვესინჯა. აი გამოიყურება ეს შემწვარ ბანანს გავს. გემო რო გითხრათ, არის დაახლოებით მოხარშული კარტოფილი, რომ ამოვავლოთ ვანილში და დარიჩინში და მაინც მოხარშული კარტოფილის გემო დაგრჩევათ ბოლოში. გამარჯობა. კიდევ ერთხელ როგორც შეგპირდით, ამ ვიდეოს არ დავასრულებთ ბაზრის გარეშე, იმიტომ რომ ბაზარი იყო მთავარი სანახაობა, რაც ვნახეთ ამ ჩვენი cooking class-ის ტურში. ჰილბოსტონში უკვე მე მგონი ბევრი დახლის ავსეა. ვიყიდით კარგ ხილს და ბოსტნეულს, კიტრი ვუყიდოთ ერიქს, ხო? ჩავიდეთ ცოტა ღრმად. Uy, ბარაც იღებენ თან. Hola. Ese pepino. ¿Y precio per kilo? Precio pepino. ეს ავიღოთ სახში შეძლებ გატეხოს? იღაცე? ყველაფერი და არა უშავს. ესე დოშ. $3. $3. Okay. სუპერმარკეტში $5 იღებს. $3. 3 and 2. Okay. კი, $5 წიდულობ ხოლმე, ორგანულ, ხო. Depende, nosotros
Yo no hablé español. No, solo inglés. Sí. Yo no hablo inglés. Solo. No. ეკითხებიან სად გნახავთო? ანუ თავისავს ნახავენ ამ ვიდეოში, ძალიან კარგი. კაცი და აკი? ცი? გვინდა ხა? კილოს მარაკუია. ავიღეთ 4 ტიპის მწვანილი, ავიღეთ წითელი ხახვი, მარაკუია, ანუ passion fruit-ი, შერეული წიწაკა და როზმარინი. ამ ყველაფერს გამოვიყენებთ სევიშესთვის და ვნახოთ ახლა რა დაგვიზავა. ყველაფერი ცოტ-ცოტა ავიღეთ. ლიმონი დამოვიტყე. ие. მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, გამოგვიწერეთ, კომენტარები დაგვიწერეთ, რა გაინტერესებთ კიდე და ჩვენ ვესტებით გადავიდეთ. ბაი.